ირანის ომმა ქვეყნის ეროვნული ვალუტის რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაცემა გამოიწვია. 1.800.000 რეალი 1 ამერიკული დოლარის ტოლფასია და ეს მაჩვენებელი საათობრივად დაღმასვლისკენ იცვლება. ისლამური ქვეყნის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა 28 თებერვალს დაწყებულმა სამხედრო კონფლიქტმა გააუარესა, რის გამოც უკმაყოფილებას ვეღარც ადგილობრივი მოსახლეობა მალავს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ გასული წლის ივნისში წარმოიშვა, როცა ომი დაიწყო. მან დაარტყა ბიზნეს და ბევრი ჩეკი ძალა დაკარგული აღმოჩნდა. ადამიანებს აღარ შეეძლოთ მუშაობა და არც კლიენტები ჰყავდათ. 8 იანვრის პროტესტებმა ვითარება გააუარესა. შემდეგ კი პირდაპირ ნოვრუზის წინ ბაზარი დაიხურა. საახალწლო დღესასწაულებისას მთელი ირანული ბაზარი 2 თვით იყო დახურული. ადამიანები ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ და არ იციან რა მოხდება. ისინი ცდილობენ დოლარში გადაახურდავნონ ყველა დანაზოგი, რათა მათმა აქტივებმა ფასი არ დაკარგონ. ამერიკასთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ მათ ფაქტობრივად დაბლოკეს სპარსეთის ყურე. მას შემდეგ ყველგან გაიზარდა ფასები, რადგან იმპორტი შეჩერდა. შემოტანილია წამლები და პროდუქტები, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი გაძვირდა. ამან ასევე დარტყმა მიაყენა ნავთობქიმიურ სექტორს, რადგან პოლიეთილენის პარკებიც კი, რომლებშიც პურს დებენ, ახლა 5-6 თუ მან იღებს. მანამდე მათი ფასი 1000 თუ მან იყო. اون طرف سنگک میخواد بذاره توش 5000 تومن شیزن یه پلاستیک میره. همین پلاستیک 1000 تومن. ომის პირველი კვირების განმავლობაში ირანის ეროვნული ვალუტა ნავთობით ვაჭრობის ხარჯზე ინარჩუნებდა შედარებით სტაბილურობას. თუმცა ყველაფერი 13 აპრილს ვაშინგტონის მიერ დაწყებულმა ირანული პორტების ბლოკადამ შეცვალა. ექსპერტების შეფასებით, რეალის კურსის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს ინფლაციის დონეზე, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან 73.5%-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში კი 53.7%-ს. მათივე თქმით, დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს, ვიდრე გრძელდება პორტების ბლოკადა და ამერიკული სანქციები ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან თეირანი მეტწილად დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე დაწყებული საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით, დასრულებული გაჯეტებით და ელექტრონული მოწყობილობებით. მათგან განსხვავებული ვერსია აქვს ირანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც ირწმუნება, რომ თეირანის ეკონომიკის წყობა არ არის დიდად დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე და მარტივად შეუძლია გაუძლოს დასავლურ სანქციებს, რაზეც სტატისტიკა სხვაგვარად მეტყველებს. ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ირანი კრიპტოვალუტას იყენებს. ისინი მიუთითებენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ირანი ალტერნატიული ტრანზაქციების მეთოდებს იყენებდა ემბარგოს ქვეშ მყოფი ნავთობის გასაყიდადაც. ანალიტიკური კომპანია Chain Analysis დაკვირვებით, მხოლოდ 28 თებერვლიდან 2 მარტის პერიოდში ირანულ ფინანსურ პლატფორმებზე უპრეცედენტო რაოდენობის 10 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტო გადარიცხვა დაფიქსირდა. ამ თანხის მესამედი კი მოგვიანებით საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდა. კვლევარები მიუთითებენ, რომ შესაძლოა ეს ტრანზაქციები უკავშირდებოდეს რიგითი მოქალაქეების მხრიდან დანაზოგის გადარჩენას, თუმცა ირანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული ინფლაციური მაჩვენებლის გათვალისწინებით ამ ოდენობის თანხის გადარიცხვის ფუფუნება აშკარად მაღალ შინოსნებთან არის დაკავშირებული.